დავანებოთ თავი. კი ბატონო, აბა საქმე. საქმეა. კომიტეტის თავმჯდომარე გირეკავთ და გეკითხებით რა შვებით. და თქვენ მითხარით, რომ აღარ გამოვიდოდა რა და არ მიხსნით რა. გეთქვათ მაინც მეთქი წინასწარ, ეს ხო გითხარით, რომ მიდიოდით და რატო უნდა მეთქვა შენ ჩემი ვიცე-პრემიერი აღარ იყავი, ეს მიპასუხეთ და ასე დარჩა კრება მხიარული. ეხლა გისვავთ კითხვებს ამდენი წლის მერე. შეხვდით თუ არა რომელიმე ქვეყნის ელჩს იმ შუალედში იმუნიტეტი რაც ჩვენ მოვუხსენით და თქვენ გამოგყევით პროცედურაში სწორ და სამართლებრივ პროცედურაში და თქვენი გადადგომის ბრიფინგ შორის რომელ ელჩს შეხვდით და ვინ გირჩიათ რომ გასულიყავით ოპოზიციაში. მე ყოველ დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს ხვდებოდი მათ შორის ელჩებსაც და უაცხოელებსაც სამსახური მქონდა ასეთი. იმ შუალედშიც შეხვდით. მათ შორის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმ შუალედში უცხოელებს და ელჩებს ყველა ელაპარაკებოდა, მარტო მე კი არა. პარლამენტის თავმჯდომარე, სპიკერი, რა, ყველა ელაპარაკებოდა. რომელმა გირჩიათ, რომ არ დაგეჭირათ მელია და გასულიყავით ოპოზიციაში. ეხლა თქვენ ავრცელებთ დეზინფორმაციას, თავიდან ბოლომდე. ხო და თქვენ ავრცელეთ ინფორმაციას. კი ბატონო, არავის არაფერი მსგავსი არ ურჩევია, რომც ერჩია, მე ყოველთვის ნებისმიერი უცხოელის რეკომენდაცია ბოდიშით და ყოველთვის ფეხებზე მეკიდა. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩემთვის, ჩემ გუნდთან და ხალხთან შეთანხმების დარღვევა არ დარღვევა იყო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ესე იგი